შუადღემშვიდობის მოგესალმებით რადიო იმედის მსმენელს და ასევე მაყურებელსაც. დღეს პარასკევია, ტრადიციულად სპორტის თემა გვაქვს და უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ. ზუსტად დღეის სწორს ერთ კვირაში თბილისში იწყება ძიუდოს გრანდსლემი, მსოფლიოს ძიუდოს სამყაროს ყურადღების ცენტრში იქნება საქართველო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც სპორტული, ასევე არასპორტული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ერთია შედეგები, მეორე არის საორგანიზაციო საკითხები და ამ თვალსაზრისითაც ხდება ხოლმე ტრადიციულად მასპინძელი ქვეყნის შეფასება. ბუნებრივია ჩვენ ყველაზე მეტი მედლის დატოვებას თბილისში ვგეგმავთ ყოველ შემთხვევაში სურვილის დონეზე სწორედ ასეა. ეხლა დეტალების შესახებ დღეს ბუნებრივია რომ არ ვისაუბრებ, დღეს ვისაუბრებ ძიუდოს შესახებ. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ჭანიშვილი, მსოფლიო ძიუდოს ქართველი ხმა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ადამიანი, რომლისგანაც დარბაზში და არა მხოლოდ დარბაზში პირველ რიგში იგებს გულშემატკივარი ამა თუ იმ დაპირისპირების გამარჯვებულს. ეს ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ერთი პატარა ქვეყნიდან ისედაც ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია და ამ მიმართულებითაც ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა არის ქართველი, ბუნებრივია ეს ძალიან გვახარებს. გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ გვეწვიეთ. დიდი ხანია ვგეგმავთ ჩვენ გიორგის სტუმრად დაპატიჟებას. უბრალოდ ძიუდოს გეოგრაფიული განვითარებიდან და განლაგებიდან დროის გარკვეულ პერიოდში ზოგადად თბილისში ცოტა უწევს გიორგის ყოფნა. მოგესალმები კიდევ ერთხელ. დარწმუნებული ვარ, რომ დაილაპარაკე, ეხლა უფრო მეტმა გაიგო სახელი და გვარის მიღმა თუ ვინ არის ჩვენი სტუმარი. მართალია ხა არ გამომიცხადებია გამარჯვებული, მაგრამ შემიძლია გამოგაცხადო გამარჯვებულად, იმიტომ რომ მადლობა პირველ რიგში მივესალმები რადიო მსმენელს, ყველა იმ ადამიანს ვინც გვისმენს, ხო, ვინც თვალს ადევნებს, ხო, შენს გადაცემებს. მადლობა მოწვევისთვის. კი, ჩვენ დიდი ხანია, ასე ვთქვათ, რაც იგეგმებოდა ეს, ხო, სტუმრობა შენთან გადაცემაში, თუმცა კი მართლაც როგორც თქვი, იმდენად დიდია ჯუდოს გეოგრაფია, რომ სულ სადღაც ვართ ჩვენ ტურნირებზე, მithumetes მე ხო ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჯუდოს ანუ სოფლიო ტური ხო, სადაც სტარდება, ყველგან მიწევს მუშაობა დიქტორად. იქ თუნდაც ქართველები არ გამოდიოდნენ, მე მაინც ასე ვთქვათ მიკროფონთან უნდა ვიყო და ისე ახლა ვფიქრობდი რომ რამდენიმე დღე მქონდა თბილისში რომ ჩამოვედი და მაშინ უარს ვერ გეტყვი, მიკროფონთან მაინც აღმოჩნდი. ცოტა ხანი, ესე იგი, რო თავდება ხოლმე ტურნირი, ცოტა ხანი მინდა ხოლმე რომ ეს ტატამი უკვე აღარ მინდა, ცოტა ხანი დავისონო. ალბათ დიდი სპორტსმენების ეს და სპორტსმენების ესე იქნებიან, რომ მეც ესე ვარ ხოლმე ეს მიკროფონის დანახვა, აი ახლა რო უყურებ. ეს შენთან ყოველთვის დიდი სიამოვნებით და ჩვენ იმხელა კი და ძალიან სასიამოვნოა რომ აი არ ვიცი როგორ უნდა ახსნა და გადმოვცე ემოცია რომ ტელევიზორში რო უყურებ რაღაც მოვლენას და იქ რო ისმის ხმა რომ აი ამას მე ვიცნობ, აი ეს ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრი წლები ერთად გვიმუშავია, ძალიან სასიამოვნოა და საამაყოა. უცხოელად მინდა რომ ცოტა თავიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენმა მსმენელმა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს როგორ მოხდი ზოგადად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში და შენი უფლება-მოვალეობები რა არის? დიდი ხნის ისტორია არის, ეს სპორტში ვიყავი ყოველთვის. მე და შეერთებადი სპორტის ასე ვთქვათ, სამყაროში გავიცანით, ხო? კი ბატონო. თავიდან როგორც სპორტის ჟურნალისტი წლების მანძილზე, შემდეგ დიდი ხანები მუშაობდი სპორტის სამინისტროში და სულ ჩართული ვიყავი ხოლმე სპორტულ ორომტრიალში, ასე ვთქვათ და რაც შეეხება დიქტორობას, სულად შემთხვევით მოხდა, შეიძლება ითქვას და ხმამ გამიკვალა, ხო, გზა, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე არასდროს არ მიფიქრია, რომ რაღაც ძიუდოს დიქტორი ან ზოგადად სპორტის დიქტორი გამოვიდოდი, ანუ საუბარია ადამიანზე, ვისაც მიყავს სპორტული ღონისძიებები იქ ტურნირებზე, ხო, იქნება ეს ვთქვათ სტადიონი, დარბაზი და ასე შემდეგ. ყველაფერი დაიწყო თბილისის სოფლიო თასით. ეს არის 2011-12 წლები, როდესაც მე შემომთავაზეს ჯერ თბილისის დონეზე მუშაობა დიქტორად, ჩვენი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე, ცნობილი მსაჯი, მან მკითხა, შევძლებდი თუ არა ყოფილიყავი ენაუნსერი, ასე ვთქვათ, ანუ წამყვანი დიქტორი თბილისის სოფლიო თასზე და პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი, მაშინ
მე იმყავდა ხოლმე ასევე საქართველოს ნაკრების მატჩები, ოღონდ სხვა სახეობებში, ხო? მუშაობდი ენაუნსერად დიქტორად სტადიონზე. ეს იყო ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ფარიკაობა, შემდეგ რაგბი დაემატა და სხვადასხვა სახეობები, წყალბურთი. ანუ ადამიანები, ვინც აცხადებს სტადიონზე, ხო? ანუ გამოცდილებით მიხვედი ძიუდოს საერთაშორისო. კი, მაგრამ არა, ჯერ როგორ იყო იცი? და აი ჩვენ ახსენე გრანსლემი, რომელიც თბილისში გაიმართება 22 მარტს და ყველას ვეპატიჟებით რა თქმა უნდა, თბილისის გრანსლემზე. გრანსლემის წინ ჩატარდა 2014 წელს გაიმართა თბილისის გრან-პრი. როცა ჩვენ მივიღებთ სტატუსი გრან-პრის და აი ამ გრან-პრის პირველი გრან-პრის დროს თბილისში ჩამოვიდნენ IGF-ის თანამშრომლები, რომლებმაც, ანუ ასე ვთქვათ, მათ ასე ვთქვათ, ესე ვიტყვი რა, ანუ ისე ცოტა ჩემ თავზე გამომდის საუბარი, მაგრამ მაგიტო ხარ დაპატიჟებული და მათ როგორც მე მითხრეს ეს ნუ უფრო ხმის გამო ასე ვთქვათ და მუშაობის სტილის გამო და მათ შემომთავაზეს უკვე რომ შევძლებდი თუ არა მხოლოდ თბილისში მუშაობას, არამედ მათთან ერთად მსოფლიო ტურზე მუშაობას, როგორც უკვე IGF-ის დიქტორი და ეს ნიშნავდა იმას, რომ ცოტა ხანია დავფიქრდი და კალენდარს გადავხედე. ხო, ეს ნიშნავდა იმას, რომ ფაქტიურად ჩემ თვალწინ გადაიშალა ძალიან ბევრი ქვეყანა, ძალიან ბევრი ტურნირი, თუმცა ეს მარტივი არ იყო პირველი ნაბიჯები, იმიტომ რომ მე მაინც ამ სფეროში ვიყავი გამოუცდელი, იმიტომ რომ კი ბატონო თბილისში მიმყავდა საერთაშორისო დონის მატჩები, ანუ ეს არის გამოცხადება ინგლისურ ენაზე, ნუ ფეხბურთში ვიცით რომ ეს არის შემადგენლობები, გოლები, შეცვლები, აი ძიუდო ცოტა სხვა სპეციფიკა არის და თქვა კალათბურთის, იმიტომ რომ იქ ყველაფერს აცხადებ, ხო? რაც ხდება და ძიუდოც ასე არის, ფაქტიურად სამი ტატამი არის გაშლილი. პარალელურ რეჟიმში. ხო, და შენ ინგლისურ ენაზე უნდა გამოაცხადო ყველა სპორტსმენი, ვინ სად რომელი ასპარეზობს, სად იმარჯვებს, პლუს იქ არის ცერემონიები. გახსნა, დახურვა, დაჯილდოება და ამ ყველაფრის სწავლა და თან ცოტათი ის იყო გაბედვაც საჭირო, რომ ესე დროს არ არის იოლი რომ მიმართო დიდ საზოგადოებას და თუმცა დავიწყე ნოლიდან ასე ვთქვათ, დავიწყე სპორტსმენების სახელების და გვარების სწავლა და ესე მიზნად დავისახე რომ ყველა ანუ როგორც უჭირთ ხვიჩა კვარაცხელია შენს გიჭირდა ხო, ნუ ავთანდა ჭრიკიშვილი არ მიჭირდა და ლაშჩავდა თუაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ჩვენები, მაგრამ ნუ იყო იქ სახელები და გვარები არსებობს და არის ალბათ უფრო შუა აზიის რეგიონიდან. სხვა აი მონღოლები, თუმცა რა არის, ახლა უფრო მე რო ვფიქრობდი რომ ჩვენ ქართველებს მაინც ჩვენი ენის თავისებურებიდან გამომდინარე მე მგონია რომ გვიადვილდება უცხოური, თუნდაც აი არ იყოს შუააზიური და მონღოლური ძელი სახელები, ხო? თუნდაც ფრანგული, გერმანული, იგივე იტალიური, აქ ნიუანსებია თავისებური და ხმოვანების დამსახურება, რომელიც ქართულშია. არის, აი ეს ცოტა შორის ამაზე მე მიფიქრია ბევრი და ჩვენ ანუ გამოთქმა ჩვენ გვიადვილდება. თქო, აი ინგლისელი დიქტორები, როცა თქო მე უსმენ მათთან კომენტატორები, მათ სხვანაირი დიქციაც აქვთ, ანუ სხვანაირად გამოთქვამენ გერმანულ გვარებს, იტალიურ გვარებს, ფრანგულ გვარებს და ჩვენ ენაში რახანაც ჩვენ ესეთი საინტერესო რავალფეროვანი ანბანიც გვაქვს და ყველაფერი და ასე ვთქვათ ჟღერადობა ჩვენი ენის ალბათ იმის საშუალებას გვაძლევს რომ მე გამიადვდა ალბათ ამის გამოც და პლუს იმის გამო რომ სულ მაინტერესებდა ამ სახელებთან გვარებთან მუშაობა, ეს დღემდე გრძელდება და ყველა ტურნირის წინ კარგია რომ ძიუდოში მადაგასკარს არ აქვს ბევრი წარმატება, იმიტომ რომ მათ ეგეთი რთული სახელი და გვარები მე უბრალოდ სხვაგან არ შემხვედრია. აი მადაგასკარზე გამახსენდა ჩვენთან არის აფრიკის ანუ კონტინენტური ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის მადაგასკარიდან ეს ადამიანი და ის აჯილდოებს ხოლმე. ხო. და მე მიწევს ხოლმე მისი გვარის გამოცხადება. ალბათ ურთულესი. ეს არის ძალიან გრძელი და რაღაცა ისე ანუ მას ქვია მე ვამბობ ხოლმე ეს რომ აჯილდოებს თქვათ the medals presented by და სახელი და გვარი არის სიტენი რანდრიანა სოლონიაიკო. ოჩა ხო აი მაგრამ რა გიგა მადაგასკარი ახსენე და წარმოიდგინე ფეხბურთის ნაკრების კომენტირება მაგრამ აი ხო რა სადღაც მოუყარი თვალე მადაგასკარის მე მგონი ფეხბურთის ნაკრებზე იყო ბოლოს შექმნეს ძალიან კარგი ნაკრები და კინაღამ აფრიკის თასზე სენსაციები კი იყო და მაგიტო დაგვამახსოვრდა უბრალოდ რომ უცნაურად გრძელი სახელები ქონდათ და გვარები ჩვენთვის თორე ხა შეიძლება მათთვის ბუნებრივია რომ ყველაფერი იმათ ჭრიკიშვილის თქმა უფრო გაუჭირდება ხო? ფატაშორის კი ჭრიკიშვილი
და საინტერესო მომენტი იყო, რომ თავიდან რომ დავიწყე მუშაობა და თქვა, აი ჩავ პირველი ტურნირი იყო, სწორედ ზაგრების გრან-პრი, მახსოვს 2015 წლის აპრილის ბოლო იყო მაისი. და აი ზაგრების გრან-პრი იყო ჩემი პირველი უცხოური ტურნირი. სადაც უკვე არა თბილისში შევიყავი, არამედ უკვე ვიყავი ზაგრებში, ინგლისურ ენაზე და მახსოვს რომ იმდენად ნერვიულობდი დაწყების წინ. რომ ჩვენ გვაქვს პროტოკოლი რომ თქვა დიქტორი უნდა იყოს რაღაცა ხალხში მოწესრიგებული აკადემიური ხო და ხალხის დამავიწყდა. ესე იგი ეს კლასიკური ფეხსაცმელის ჩასმას დამავიწყდა ბოტასებით და ისე მივედი და მითხრეს რომ ესე არ გავხდეთ. კი, გასაგებია რომ ახალ ბედა ხარო და რაღაცო, მაგრამ ესე არ გამოვაო და ანუ იმის გამსულს რომ თავ პირველი წლები ისეთი იყო, მქონდა შეცდომებიც, ეხლა რომ უსმენ ხოლმე ჩემ პირველ გამოცხადებებს იყო ხმაში ნერვიულობაც მეტყობოდა, ხანდახან ვღელავდი, შემდეგ იყო ის რომ პლუს ამას ის როგორ არის ხო იქ მე იქ ვისწავლე სახელების და გვარების გარდა, ანუ ეს არის ტურნირის მთლიანად წაყვანა, ასე თქვა, ხო? ეს კიდე სულ სხვა რამეა, ხო? კი, არა, ეს არ არის მხოლოდ თქვა რაც კლასიკურად ჩვენთან იყო ხოლმე ადრე, მე მახსოვს ჩვენი სკოლა ძალიან ძლიერი იყო ამ ხრივ დიქტორების საქართველოში, მაგრამ აქ იყო არის რა მომენტი იცი რომ შენ არა მხოლოდ სახელებს და გვარებს ამბობ, თქვა აი პირველ ტატამიზე ეს ხდება ამას მოიგუამანა რა, აქ არის მთელი პროცესია ეს, თქვა ეს ღონისძიების წაყვანა არის და პლუს ამას ემატება ის რომ შენზე არის ასევე დარბაზში მუსიკალური, აი სპორტი და მუსიკა ამ ხრივ ხა ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ რაშუაში ახლა მუსიკა ახლა რას ლაპარაკობს ეს ადამიანი, მაგრამ და მე მახსოვს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ შენი ჩართული აჭარული, ხო? კი ბატონო, კი, ანუ რას ვამბობ რომ ანუ ეს სპორტში მუსიკა ძალიან დიდი დოზით არის შემოსული, წლებია უკვე ასია, იგივე თქვა ცერემონიები, მე ძალიან მაინტერესებს ხოლმე ცერემონიებიც, აი ჰიმნები, თვითონ ამის ხურება მაინტერესებს, აი თქვა ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთში, იმიტომ რომ კარგი სანახაობა არის, თქვა თუნდაც იგივე რომ ავიღოთ ამ ხრივ არეთი შოუ იდგმება ხოლმე და ასევე განსაკუთრებით რაგბის აქ პროგრესია ამ მიმართულებით ბოლოს. კი, საინტერესოა და ანუ ეს ის თქვა მსურს რომ ეს ამ შემთხვევაში ანუ ჰიმნების ჩართვა დაუშვათ აი სპორტსმენების გამოსვლის დროს, მე თვითონ ფინალური ბლოკის დროს, ხო? მუსიკალური ფონის შერჩევა, რა დროს რა უნდა ჩართო, რა დროს ქვეყანაში სხვადასხვა, ხო, საჭირო ალბათ. კი, რა დროს როგორი მოუხდება, რომელი სპორტსმენის გამოსვლას რა მოუხდება, აი ეს უკვე ნელ-ნელა DJ-ის შენ ხარ. ხო, ეს вот ნაბიჯ, ასე ვთქვათ, თან ის როგორი მომენტია, რომ დღემდე მაინტერესებს ეს მომენტი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც შემოქმედებითად ვუდგებით ხოლმე საქმეს, ხო? და ექსტრაორიც არის. ხო, საინტერესოა და ამ ხრივ კარგი არის ის, რომ როგორ თქვა, რომ აი მე მაქვს ხოლმე ის იარაღიც, რომ ქართველის გამარჯვების შემთხვევაში შემიძლია ქართული მუსიკა ჩავრთო დარბაზში. ოღონდ ეს ძალიან არ უნდა ამან ხო, აი ზედმეტი არ უნდა. როგორ იღებენ ამ მელოდიებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ალბათ მაინც ცოტა გავკვირვებ, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენი ჩემპიონი ყავს ჩვენ სხვადასხვა დონეზე, რომ ამ ქართულ მუსიკას უკვე უნდა შეჩვეოდნენ. შეჩვეულები არიან, ხო, იციან ახლა იქ უცხოეთში სხვა შორის ხშირად და იცი კიდე ხანდახან აი ვფიქრობ ხოლმე, რომ თქვა ვართ მონღოლეთში, ან ტოკიოში, ან ცოტა ესეთ უცნაურ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენთვის ეგზოტიკური. ხო, ძიუდოს გეოგრაფია მართლა ძალიან დიდია რა. პერუ, მექსიკა და იქ რო დაუშვათ რაღაცა ნიაზის გაუმარჯვა, აი სამშობლო ქვია მე მგონი თორსტევის გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს, აი ეს სიმღერა სხვა ბევრი კიდე ფოლკლორიდან ასევე მომენტები და ამას რო ხანდახან ჩავრთო ხოლმე რომ ფიქრობ რომ აი რაღაც უცნაური მომენტია რომ სადღაც გვადალახარაში ვართ და იქ ქართული ხო, რაც შეეხება მაგ მომენტს, ანუ რამდენად ისე იღებენ როგორც თქვი ძალიან ზედმეტად არ უნდა თორე რაც არ უნდა კარგი იყოს. არა, ხო, ზედმეტად არ უნდა გადაამლაშო, მოდი ეს სიტყვა გამოვიყენოთ და ამავე დროს მე ასევე ვცდილობ ხოლმე რომ სხვა ქვეყნის სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაშიც თქვა თუ ბრაზილიელი იმარჯვებს ბრაზილიური ჰანგი გაის. ეს ხდება, უნდა უხდებოდეს სიტუაცია. ყოველთვის შეიძლება არ უხდებოდეს სიტუაციას, თქვა ის თუ რა ხდება ტატამიზე, შეიძლება
ვინმე ტრავმა მიიღო, ვიღაცამ ცოტა ისე არ არის საზეიმო და არ არის და შენ ამ დროს ძალიან ისე რო აცხადებ, რომ და რაღაც ბრაზილიურ კარნავალის მუსიკას ხთავ შეიძლება არ მოუხდეს სიტუაციას. გიორგი, რა მაინტერესებს, იცი, გჭირდება თუ არა განსაკუთრებული ძალისხმევა, თქვათ, ემოციების შეკავებისთვის, იმიტომ რომ ურთულესია, როცა ხედავ, რომ შენი ქვეყნის შვილი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, თან როგორი გასული 2025 წელი გქონდა. ნუ საოცარი ეთერლი პარტელიანის ისტორიული медаლი მსოფლიოს ჩემპიონობა. ეთოზე ერთს გავიხსენებ კიდე ბოდიში ხო, ახო გაგაწყვეტინე კი. კი, არის თუ არა, თქვათ, ეს ზედმეტი, თქვათ, ძალისხმევის ხარჯზე, რომ იქ მშვიდად იყო თუ მესმის რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, აი არ მჯერა, რომ არ გიჭირდეს. ვაიმე, არა, ეგ ძალიან მიჭირს ხო დღემდე. ეგ დამეწყო იცი როდის ოლიმპიურ თამაშებზე. იმიტომ რომ იქიდან დავიწყებ, ეხლა მე როგორც დიქტორს სულ მინდოდა ხოლმე რომ ჯერ მოხვედრილიყავი ოლიმპიადას როგორც დიქტორი. და ნუ მოხდა ეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და მე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე და იცი როგორ არის, ანუ იქ მოხვედრა არ არის ესეთი დაუშვათ რომ აი რახან დიქტორი ხარ ქართველი, უნდა არა, იქ არის არ არის იური ესე ვთქვათ რა. და სომსურდა ჯერ მოხვედრა, ანუ მოხვდი ტოკიოში და გავხდი პირველი ქართველი დიქტორი, ვისაც უმუშავია დიქტორად ოლიმპიურ თამაშებზე. და შემდეგ უკვე ეს მადა გაიზარდა და კი ბატონო მე უკვე მოცნებობდი იმას რომ აი როგორც დიქტორი ანუ შენ პროფესიაში ხო გინდა რაღაცა მაქსიმუმს მიაღწიო და სუმსურდა რომ ერთხელ მაინც გამომეცხადებინა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ან მედალოსნად მაგრამ ყველაზე მაგარ შემთხვევაში ოლიმპიურ ჩემპიონად ხო იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ამბავი ეგ არის და ნუ ლაშა ბექაური ორჯერ გახდა თან ოლიმპიური ჩემპიონი. ორივეჯერ შენ გამოაცხადა. ორივეჯერ კი, ტოკიოშიც და შემდეგ პარიზშიც და ნუ მე არ დამოუწყება ეხა ეს ემოციები არასოდეს, არა შენ თქვი ნერვიულობის თემა. იმიტომ რომ იცი რა არის, ეგ დროს კიდე უფრო იცი რა არის ძალიან ზედმეტად ესეთი გახარებული კი ბატონო რა თქმა უნდა ეხა მაგრამ მაინც აკადემიური სტილია ეგ ძიუდოზე ხო იცი შენ იაპონური სპორტია არ ხო ძალიან კვირილი და რაღაცა არა მაგრამ და სოციალურ პირველ გამოცხადებაზე მე მთელი ღამე უსმენდი ამ გამოცხადებას და ცოტა შეშლებოდა ნერვები იმიტომ რომ ჩემ თავზე ვბრაზობდი რომ რატო უფრო მეტად ემოცია არ ჩავდი ამ გამოცხადებაში რა. შენ თუ გააზრებული რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ფოლკლორის ნაწილი ხარ. ეხლა გეტყვი რატო? მაგალითად ჩემს მეხსიერებაში და ჩემს სმენაში ძალიან მკვეთრად არის აღბეჭდილი ქალბატონის ხმა, რომელმაც გამოაცხადა ზურაბ ზვიადაური და სანამ ცოცხალი ვიხები მე ის ხმა ყოველთვის მომახსოვრება. შეიძლება იმ ქალის თქვა ვიზუალი ან სახელი და გვარი დამოვიწყდეს როდესმე, მაგრამ ის ხმა ყოველთვის თვალწები კახეთში ჩამოიყვანეს მე. მაგარი ისტორია, კი, კაი ამბავი გაიხსენე ეგა. ეს ქალბატონი არის კიმ ჰიქსი, ინგლისელი, შესაძლოა თეატრის მსახიობია თავად. და ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი არის მე მას მივიჩნევ, იმიტომ რომ მე სულ ვუყურებდი ბრიტანელ დიქტორებს. ვინც ჩემამდე მუშაობდნენ, კიდე ერთი ესპანელი დიქტორი იყო ლუის ტორესი, მათგან ვისწავლე ეს, ანუ ვიღას ხონდა ისწავლო. მათ გვერდით რო ვიყავი ხოლმე ისინი მუშაობდნენ, მე მათ ვუყურებდი თუ როგორ მუშაობენ, ხმაზე როგორ მუშაობენ, სახელებს და გვარებს როგორ მუშაობენ, სახელებს და გვარებზე ინტონაციას როგორ არჩევენ. ემოციებს როგორ აკონტროლებენ და ეს ქალბატონი კიმ ჰიქსი ის გახლდათ როგორც თქვი თეატრის მსახიობი თავად ეს ქალბატონი დღესაც თეატრის მსახიობი გახლავთ და მისი გამოცხადებულია როგორც შენ აღნიშნე ზურა ზვიადაური ოლიმპიურ ჩემპიონად ათენში და ასევე ირაკლი სირეკიძე 2004 დიახ და ირაკლი სირეკიძე 2008-ში პეკინში და მან თავად მომიყვა ეს ამბავი, ჩვენ ერთად მოგვიწია ყოფნა, მე რამდენჯერმე ვიყავდი, ერთად ვიმუშავეთ კიდეც რამდენჯერმე და მან თავად მომიყვა თუ 2008 წელს როგორ დაპატიჟეს ის საქართველოში, თავად რამდენად მაგარი ამბავია, რომ ესე იგი ოლიმპიური თამაშების დიქტორი, ვინც გამოაცხადა ზურა ზვიადაური ოლიმპიურ ჩემპიონად დაპატიჟეს საქართველოში თორსტები ახმეტაში იყო ძალიან დიდი სუფრა. ისა ვიდეოები არსებობს. არსებობს ხო კი და ეს ქალი იყო გაუგნებული რომ ეხა მაინც ბრიტანელი ქალბატონი თორსტები ოჯახთან ერთად მე მგონი მეუღლესთან ერთად ჩამოსული და ახსენ მე მომიყვა რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების თან ხო თეატრალია ეს ქალბატონი და სულ საინტერესო ამბებში ხდება ხოლმე მაგრამ ეს არისო ყველაზე გამორჩეული ისტორია, რაც მე კი განამხდენია ოდესმე საქართველოში ჩამოგვიყვანეს ახმეტაში
მისთვის სრულიად სხვანაირი გარემო გაასიჯეს ხაშლამა კი კაცო ბევრი რაღაცები და მიუყვებოდა რომ ეს იყო უბრალოდ აი ესე რომ ვიყურებოდიო გარშემო ჯერ სულ ნახა როგორ სუფრა იქნებოდა ხო წარმოგიდგენია შენ ერთად სულ კაცები ისხრენო ყველა მეორე წუთზე დგებოდნენ ფეხზეო და რაღაც სალღრზელებს ამბობდნენო და აი ესე უყურებდი რაღაც თავი მეგონაო დევების რაღაცა ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდით ბრიტანეთთან შორს ძალიან და იქ არის ეს კადრები ცოტა შორის ამ ქალბატონმა იქ თვითონ ახმეტაში სცენაზეც გამოაცხადა Olympic champion representing Georgia Zurab Zuyadauri ესე ამბობს და ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ შენ ძალიან ბევრი შენ ჯერ არ ყოფილხარ დაპატიჟებული ეთქობა სხვა ქვეყანაში ცოტა შორის ეხა გეტყვი ეხა ძალიან საინტერესო აი ну 10 ისე დრო ჭირდება ამას ხო ჯერ 10 წელი გავიდა რაც ჯერ სულ რაღაც წელი გავიდა ცოტა შორის აი ერთი მომენტი იყო ძალიან საინტერესო ესპანელმა ძიუდოისტებმა რომლებიც დაქორწინდნენ არიან ნიკო შერაზადიშვილის მეგობრები ნაკრებში ნიკოს თხოვეს რომ თუ შეიძლებაო შენ მეგონი გიორგისო იცნობო ქართველი არის ის ვიქტორიო და რო თხოვოო რომ ჩვენ ქორწილშიო ну რასულა არ გამოვიდა ეხა მაგრამ რო გამოგვაცხადოსო აჰა რო თეთრი ჯუდოგი ნეფე დედოფალი ეს თქვა სახელი და გვარი ეს და ლურჯი ჯუდოგი სახელი და გვარი ეს და ეს ხმა რომ გამოგვიგზავნოსო და მე წორს გაუგზავნო ეს ხმა და მე ვიდეო გამომიგზავნა ნიკომ რომ იქ ესპანეთში ჯვრისწერის პასტორი ლაპარაკობდა შედიხმი პასტორმა რო თქვა ესე თანახმა ხარ თუ არა კი ესე და იქ მე ჩართეს ჩემი ხმა შვენიერი ისტორია ესეთი ამბავი და ძალიან საინტერესოა ეს ამბავი და ბუნებრივია ისე ვერ დავასრულებ ჩვენ ეთერს უარ კითხოთ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ქვეყანა მოახდინა შენზე ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი თუმცა სანამ ამ თემაზე გადავალთ მე მაინტერესებს შიგნიდან ორგანიზაციიდან დანახული ქართული ძიუდო ვიცი რომ ობიექტურად შეაფასებ შენ ამბავს უბრალოდ მე მჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენ ძალიან გავლენიანი ფედერაცია ყავს გავლენას აღგულისხმობ საქმიანი შედეგებზე ორიენტირებული მინიმუმამდე დაყვანილი შეცდომების რაოდენობა არადა გვახსოვს ქართულ სპორტში ელემენტარული შეცდომების გამო დაკარგული მედლების შესაძლებლობები და აი სწორედ ამას უსმევ ხაზს და თვითონ შიგნიდან როგორ ჩანს როგორი არის ქართული ძიუდოს ფედერაცია და როგორები არიან ქართველი ჯუდოისტები დარწმუნებული ვარ რომ ამ თემაზე ბევრჯერ გისაუბრია თუნდაც შენ კოლეგებთან. კი, რა თქმა უნდა, ნუ მიცერ არის ესე დროს რასაც რაზეც ანუ ყველაფერზე საუბრობს შედეგი. მოდი ესე თქვა ხო, რომ ნუ ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ხო ჯუდოსი, ყოფილა ძალიან მაგარი წლები ყოფილა, ისეთი წლები როცა რა თქმა უნდა სპორტია და ხდება. თუმცა ბოლო წლები რო ავიღოთ და ბოლო პერიოდი შედეგები თავად მეტყველებს იმაზე რომ საქმე სწორად და კარგად კეთდება. ეხლა ავიღოთ ეს არ არის ანუ რეალური ამბებია ხო? ეხლა შევხედოთ ბოლო ოლიმპიური თამაშები პარიზი, ტოკიო, ხო? პარიზში იყო 3 ფინალი, როგორი ეხლა ოლიმპიადის 3 ფინალი ბევრ ქვეყანას 3 მილიონიან ქვეყანას. ხო, ტოკიოში იყო 4 ფინალი. ჩვენ შეიძლება იმაზე ვისაუბროთ, რომ შესაძლოა ეხლა ნახე მანდ რა ხდება, რომ იმ 4 ფინალიდან 3 წავაგეთ, სამწუხაროდ. ხო, ნუ არა ვერცხლის არ არის, დაგდებული ვერცხლი გინახია ოლიმპიადაზე. პარიზში 3 ფინალიდან 2 წავაგეთ. შეიძლება აი ამაზე ვთქვათ, რომ აი უფრო მეტი შეიძლებოდა ის სხვა რა. მაგრამ ფინალში გასვლა 4 ფინალი ტოკიოში და 3 პარიზში, ნუ ეს არის საოცარი შედეგი და პლუს ვთქვათ ის რომ 2000 ფინალში წაგება რას ნიშნავს? აი მოდი ეს თემა ფინალში წაგება ნიშნავს რომ თელ დედამიწაზე ამ galaktikაში homo sapiensებს შორის ერთადერთი ადამიანი გჯობია. ხო და თან ფინალები იყო. ეს არ არის ყველაზე ცუდი რეზულტატი, მოდი შევთანხმდით. ხო, ტოკიოში ეხა იქ ქართული იაპონური ფინალები იყო 2, ნუ იქ ალბათ სუშიშვილს შეეძლო კრპალეკის დამარცხება. აქეთ პარიზში, ნუ სულამანიზე კოცოევი, ნუ ეგ სიგიჟე იყო აბსოლუტურად რაღაცა ისეთი რაღაცა მოხდა, რომ არ ვიცი, ილო ძალიან თავი რომ გადაიტანა ეს ამბები და ხო, ამისთვის უფრო შესაძლებელია. აი კატოს შეეძლო რომ მოეგო. ეს ხო ნაგასესთვის და ხო რის თქმა სურს რომ პლუს ამას 2018 წლიდან ჩვენ ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ყავს მსოფლიო ჩემპიონი. არც ერთი
და ხანდახან ორის. კი. 18-დან მოყოლებული. 18-დან ნახე, 18-ში იყო თუშიშვილი, ბაქოში, მერე იყო ლუხმუჩხიმიანი, შემდეგ ჩავდა თუაშვილი, მერე ლუხუმის ჩემპიონობა ძალიან ემოციური იყო. საოცრება იყო ტოკიოში, მერე ტატო გრიგალაშვილის სიგიჟეები იწყება, მერე იყო ქართული ფინალი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, გიორგი სარდალაშვილი, ტატო ისევ და რასთავარია, როგორც შენახსენე, ეთერ ლიპარტელიანის ისტორიული შედეგი და გუნდური ეს იყო პირველად ჩვენ დავამხეთ იაპონელთა ჰეგემონია შერეღულში, თორემ მანამდე ცალკე გუნდს მოუგია, მე მგონი სამჯერ თუ ვოსდები. ისე აი ეთოზე დამავისდა მე თქვა და აი მუსიკალურ თემაზე რომ ერთი ისტორია მაქვს ეთოსთან რომ უცებ ვიტყვი წინა დღეს სანამ როცა ეთოს უნდა ეჭიდავა ერთმანეთს ჩვენ შევხვდით დარბაზში თუ აწონვა იყო თუ ჯუდოგის კონტროლით რაღაც ეს აღარ მახსოვს და შევთანხმდით რომ ეთო მეთქი და ეთომაც კაიო თუ გაიმარჯვებდა ჩემპიონობის შემთხვევაში დარბაზში ჩავრთავდით სმანურ სიმღერას აჰა ესეთი შეთანხმება ხო მოდი ესე შევთანხმდით თქვით და ну ყველაფერი ესე კარგად აგიხდას ხო აუხდეს ყველას ესეთი ჩანაფიქრები და ეთო გახდა პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოისტი ჯუდოკა და ესვანურიც ჩაირთო ბუდაპეშტის დარბაზში და მე ვისურვებდი იმას რომ ეთოს შემთხვევაში მე ვთვლი რომ ის მზად არის რომ ოლიმპიური медаლი მოიპოვოს და იბრძოლოს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იმიტომ რომ მას წინა ოლიმპიადებზე ორივეჯერ მან დათმო შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის და მე მზად არის ეთო რომ პირველი ასევე ისტორიული კიდევ ერთი медаლი საქართველოს მოუწევს. ხო, ისე გასული წელი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო. ისტორიაში პირველად გამოგვივიდა, რომ გვეთქვა 42-ჯერ, 42 სხვადასხვა ამბავთან მიმართებაში ყველა სპორტის სახეობას გულისხმობ. რა შეეხება ჩვენი ასპარეზობების ამბავს შენ გიწევს რომ დააკვირდე ამ პროცესს ყველა ტურნირის პირველი დღიდან ბოლო დღემდე შედარებით კი არა და დილეტანტის გადმოსახედიდან ჩემთავს გულისხმობ ძიუდოსთან მიმართებით საქართველოს წარმომადგენლებს აქვთ განსაკუთრებული მანერა ჭიდაობის კი არის და ეს არავისთვის არ არის ახალი კავკასიელებსაც აქვთ თავიანთი მანერა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ კავკასიელებს მაგრამ მე რჩება შთაბეჭდილება რომ ქართული მაინც განსხვავებულია ეს რამდენად აღქმულია მსოფლიოს მასშტაბით ან შენ დაადასტურებ თუ არა ამ მოსაზრებას აღქმული არის ცოტა შორის და მოდის ქართული ჭიდაობიდან ხა იმიტომ რომ აი თქვა თუ ჩვენ შევხედოთ გეოგრაფიას და გადავხედოთ ვისაც დიდი შედეგები აქვს ყველას აქვს თავისი ეროვნული ჭიდაობა იგივე იქით უზბეკებს თავიანთი აქვთ ტაჯიკებს ყაზახებს იაპონელების არის ძიუდო ხო მაგათია და კი კორეა გვერდზე მაგათი ქართული ჭიდაობა ძიუდოა კი და ნუ მონღოლეთს თავისი და ასე შემდეგ და კავკასიელები როგორც ახსენე ასევე ნუ არის რაღაცა მეს უმეკითხებიან რომ ჭანო ჯორჯი აი რა არის ეს თქვენი ნაუშად აი რა ხდება რომ ესეთი საოცარი შედეგები გაქვთ და ნუ ალბათ რაღაცა იდენტობა არის ეს გენე მოდის ქართული ჭიდაობიდანაც და პლუს ის რომ ნუ ალბათ თვითონ ბიჭებსაც და გოგოებსაც უთქვამთ ხშირად რომ ნუ ეს სულ ბრძოლაში იყო ქართველიერი და სულ რაღაც დამტკიცება სურდა სულ რაღაცისთვის იბრძოდა სულ რაღაცა გენეტიკური მეხსიერება რაღაცაში არის საქმე რაშიც და ამ სპორტის სახეობაში ძალიან კარგად ასე ვთქვათ გაჯდა ხო ის რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ კონკურენციას უწევთ უდიდეს ქვეყნებს თუნდაც იგივე იაპონია სადაც უამრავი ძიუდოისტი ყავთ ხო ოფიციალურად ასობით 1000 ალბათ საფრანგეთში მე მგონი მილიონს გადაცდა უკვე ძიუდოისტების რაოდენობა კი ასე ბრაზილიაში ძალიან ბევრია მე ძალიან მეგონა რომ ბრაზილიას უფრო ისეთი თვალშისაცემი შედეგები არ აქვს იმიტომ რომ ჯერ ერთი სპორტული ერია და თან მათი ჭიდაობაც ძიუდოს ელემენტებს თავის-თავში ითვალისწინებს რა თქმა უნდა კი ну მათ ყავთ ოლიმპიური ჩემპიონები, ყავთ ბოლო პერიოდში მსოფლიო ცოტა მოიკოჭრებენ ხოლმე. თუმცა არა უფრო ჯიუ-ჯიტსუში თითქოს აღწევენ წარმატებას და ესეთ საბრძოლო სახეობებში, მაგრამ ხო არა, ცოტა შორის ძიუდოში ძალიან ძლიერი ანგარიშგასწრები ძალა არის ბრაზილიის ნაკრები. ეხა ჩამოდიან, ვთქვათ, მოდი ამაზეც ხო თბილისის გრან-პრი იქნება. ერთ კვირაში ზუსტად 22 მარტი და პლუს ამას ვთქვათ, რომ თბილისი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს. ეს უკვე აპრილში იქნება 16-19 აპრილი.
ბევრი ამ რამის გამო ძალიან რთული ევროპის ჩემპიონატი იქნება რა, ძალიან ძნელი. ჩვენი გუნდის შემადგენლობა აქ უფრო ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი უკვე გამოქვეყნებული შემადგენლობა თბილისის გრანსლემის. რამდენი წარმომადგენელი ყავს ერთ წონაში? როგორ არის? 4 შეგიძლია. მასპინძელს შეუძლია 4, ანუ 7 წონა არის, შეგიძლია 7-ვე წონაში 4 სპორტსმენი დააყენო, ასევე გოგონებშიც. მაქსიმალური კვოტა თუ არ ვსწრები არის გამოყენებული და როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე პირველი ნომრები ძირითადი გუნდი ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ეპიცენტრი ახლა მსოფლიო ძიუდოსი უკვე თბილისში გადმოინაცვლებს და ძალიან ესეთი დაძაბული რთული დღეები გვერდის. მე როგორც ვიცი, რაც გადავხედე, ყველა ოპტიმალური შემადგენლობით აპირებს ჩამოსვლას, ყოველ შემთხვევაში რაც პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ძიუდოს მსგავს სახეობებს წელიწადში ერთხელ აქვს ევროპის ჩემპიონატი, მაინც და მსოფლიოს ჩემპიონატი შეიძლება ასე იყოს, მაინც არ აკლდება ვნება და სურვილი ამა თუ იმ სპორტსმენის მხრიდან რომ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი მორიგ ჯერზე. ამიტომაც თბილისი კიდევ ერთხელ შე როგორც თქვი, მეც დავადასტურებ, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. შენი გამოცდილებით, აი ბოლო კითხვა რომ დაგისვა, ხوار ქონია შემთხვევა, რომ აი თქვა სპორტსმენი რომელიც გამოდის ტატამზე, საასპარეზოდ, მისი განწყობის და ხასიათიდან გამომდინარე, თქვა გეთქვა რომ ეს დღეს მოიგებს ან დღეს ვერ მოიგებს. ფათაშორის კი ხშირად. აი შესამჩნევია ეს. არის აი თავიდან. ოღონდ აი სპორტსმენსაც გააჩნია ზოგს ეტყობა თავიდან. ეხლა არ დავკონკრეტდები, მაგრამ ხო აი პირველივე შეხვედრაში ყველას ეტყობა ნერვიულობა. აი როგორ იწყებენ, როგორ და სხვადასხვა შესამჩნევია არის ეს, იმიტომ რომ კი არის. აი ეტყობა რომ დღეს დღეს გაუჭირდება ხო და ან დღეს რაღაცა ისე სუნთქვა ცოტა ვერ არის ან რაღაც ცოტა ხასიათზე ეს ხო ადამიანები არიან სპორტსმენები ხო გააშენ იმ დღეს როგორ გაიგვიძა როგორ შეხვდა რა განწყობაზე მივიდა წონის დაკლების დროს გაუჭირდა ხო ვინ შეხვდა პირველ წრეში ხანდახან არის ხოლმე და ყოფილა ხშირად რომ პირველი შეხვედრა ყოფილა გადამწყვეტი ხო ბადე ისე ლაგდა. ხო, არა ისეთი ძლიერი მეტოქე, მაგრამ რთული მეტოქე, რომელსაც ვთქვათ, თუნდაც რაღაც ვერ წავიდა კარგად რა. ბექაურს გონია ხშირად იგივე მსგავს შეხვედრები და სხვა ჩვენ სპორტსმენებს. ხო, პირველი შეხვედრა როგორ წავიდა. შეიძლება ფინალში 10 ჯერ უფრო ძლიერი სპორტსმენი დაამარცხა ვიდრე ის პირველი, მაგრამ ის პირველი გამოდგა ძნელი რა. ხო და შესამჩნევი არის ეს ნამდვილად. მოკლედ და იმედია რომ ბევრს შევამჩნევ ესეც ეხლა ჩვენ წინააღმდეგ შესუსტებულებს ჩვენ სასარგებლოდ კიდე თუმცა კი სპორტია ხო იცი ჩვენ მაქსიმუმი გვსურს მაგრამ ყოველთვის ესე არ გამოდის რომ ყველა медали თბილისში წამოვიდეს ამის სურვილი რა თქმა უნდა ძალიან დიდია მაგრამ არ გამოდის ხოლმე ეს სპორტია სხვა ქვეყნებიც ჩამოდიან საომრად მოდი ესე ვთქვათ საუენთი საუკეთესო შემადგენლობებით და ძიუდოთან ხო იცი როგორ არის ერთი პატარა შეცდომა პატარა რაღაც ხვანერი გდება იპონია და შენ უკვე აღარ გეძლევა შანსი მეორე შანსი არ არის მეორე შანსი აღარ აქვს ხო ამით არის ძიუდო უნიკალური სპორტის სახეობა მე მადლობას გიხდი პირველ რიგში რომ მოახერხე ჩვენთან სტუმრობა და გისურვებ რომ ერთი კვირის შემდეგაც და მე უკვე 16-19 აპრილს მხოლოდ და მხოლოდ ქართული მუსიკის ჩართვა მოგიწიოს დაჯილდოების ცერემონიის გარდა, სადაც პროტოკოლი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ბევრი ჰიმნი ჩვენი. აუცილებლად გიორგი ჭანიშვილი მსოფლიოს ძიუდოს ქართული ხმა იყო დღეს ჩვენი სტუმარი მე ერთი კვირით გემშვიდობებით.